მოდი ახლა ვნახოთ, როგორ უნდა დავსტარტოთ ახალი დიზელის მოტორბლოკი სწორად. პირველ ეტაპზე, მოდი ვნახოთ, რა მდგომარეობაში უნდა იყოს მოტორბლოკი, რომ სტარტი გავაკეთოთ. პირველ რიგში, რედუქტორში და ძრავში ზეთები ჩასხმული უნდა იყოს. თქო, მოდი ვაჩვენოთ რედუქტორში ზეთი საიდან ისხება. რედუქტორში ზეთს ვასხამთ აქედან. ეს ახლა არის ამ შემთხვევაში 186-იანი ძრავი, 186F და ჩვენს რედუქტორში ჩადის 2 ლიტრა ნახევარი, 2600 ზეთი. ძრავში ზეთი ისხება აქედან ლიტრა და 250 გრამი. გამოსვლა ხდება აი აქედან მეორე მხრიდან, მოდი. მეორე მხრიდან. ხოლო რედუქტორიდან ზეთი გამოდის, აი ქვედა მხარეს პატარა ბოლტი აქვს და იქიდან ხდება გამოსვლა. ეხლა მოტორბლოკის მდგომარეობა, რა მდგომარეობაში უნდა იყოს მოტორბლოკი მოყვანილი. მოდით მოვაჩვენოთ, ოდნავ გაზი მივცეთ, დავჭიმოთ, ავარიული ჩავკეტოთ, როცა ერთი ადამიანი ვართ, მაგ შემთხვევაზე ვხსნით. ამ შემთხვევაში ეს აკუმულატორზე მომუშავე მოტორბლოკი არის და არ გამოვიხედოთ. შევეცდებით, რომ ხელით დავქოქოთ. სისტემაში არ არის დიზელი წასული, ეხლა ჩვენ შევეცდებით, რომ ჯერ სისტემაში შევიდეს დიზელი და შემდეგ გავაკეთოთ დაქოქვა. ამას როგორ ვაკეთებ? აი წითელ ბერკეტს ჩავწევთ და სტარტერი გათავისუფლდება, ანუ მაგარი აღარ იქნება და ახობით 1-10 ამოვაკაჩავებ. ეს უზრუნველყოფს იმას, რომ სისტემაში წავიდეს დიზელი და დაქოქვის დროს არ გაუჭირდეს მოტორბლოკს დაქოქვა. ინფორმაციისთვის დიზელის მოტორბლოკის დაქოქვა ცოტა მეტ ძალას მოითხოვს, ვიდრე ბენზინის მოტორბლოკი. ეხლა დავაკვირდეთ, აუშვებ ხელს და სტარტერზე ვაჩვენოთ, რამდენჯერ ამოვწევ, სანამ მაქსიმუმად არ დამოკვდება შოკი. დავიჭერ დაჭემულ მდგომარეობაში და ჩავწევ წითელ ბერკეტს. ეხლა უკვე არ უნდა ხელით სანამ არ მოუშვებ და დიდი ძალით ამუკრა. დიზელი დაიქოქა. ცოტა ძნელია, მაგრამ ესე უნდა დაიქოქოს დიზელის მოტორბლოკები. იგივე სიტუაცია უნდა გაიმეოროთ, როდესაც საწვავი გამოლეული გაქვს და ხელ ახლა აკეთებს შევსებას. ანუ სისტემაში გავშვება დიზელის და შემდეგ დაქოქვა. თავიდანვე რო დაქოქოთ, თქო არ გაიშვებს. ეხლა ჩვეულებრივ სტარტერებს ნახოთ როგორ დავქოქოთ. ჩავაქროთ. რას ვაკეთებ სტარტერისას? ავარებ ჩვეულებრივ ისე ჩავკეტავთ. საწვავი ამოკაჩავებული გვაქვს, ასე ვთქვათ, გაშვებული გვაქვს სისტემაში. ხოთ მატორს რო აკუმულატორს არ გაუჭირდეს დაქოქვა. წითელი ღილაკს ჩავწევთ, ეს უკვე ჩადიოდეს აუცილებლად ჩერდებოდეს. და მოდით ემო სტარტი. ასე მუშაობს მოტორბლოკი, რომელიც კარგია.